აი როგორც ორშაბათია ძნელი შაბათ-კვირის მერე, ასევე სექტემბერი დაუშვათ ან იანვარი, როცა შვებულებიდან გამოდიხარ, არის საკმაოდ რთული. პირველი, ესე იგი, შვებულებიდან დაბრუნების დროს მე ვფიქრობ, რომ აი როგორც, რა ვიცი, აი მარხვიდან ან დიეტიდან გამოსვლისას ყველა მოიცით, რომ რაღაცა ზომიერად უნდა ისქნა, ხო? ეხლა გარემო მაგას არ გიკეთებს, გარემო დაგახვედრებს 500 იმეილს, 700 ტასკს, რაღაცას, დამკვეთები ისა და ანუ თითქოს ჩვენში არის დანაშაულის შეგრძნება, ხო, ჩვენ ხო რაღაცა ვორკაჰოლიკები მაინც რაღაცა დოზით ყველანი ვართ და თითქოს შენ რაღაცა შიგნიდან გეუბნება, რომ ეხლა საერთოდ გასაქანი არ უნდა მისცე შენთან, ხო, ამდენი დაისვენე, რაღა გინდა ეხლა გადაეშვი იმაში. არა და როგორც კვების რეჟიმში არ შეიძლება ეგეთი საშინლად სწრაფი ცვლილებები, ასევე არ შეიძლება შრომის რეჟიმში და მოკლედ პირველი მე ვიტყოდი ყველაზე მნიშვნელოვანს, რომ თქვენ ერთი მხრივ გჭირდებათ, რომ დაუშვათ შვებულების მერე მალევე გახდეთ პროდუქტიული, მაგრამ კიდე რა გჭირდებათ, იცი რომ ენერგია მიყვეს შემდეგ შვებულებამდე თუ შემდეგ რაღაც პერიოდამდე და ამიტომ აი pace yourself, რომ აი ტემპი, აჩქარება, ასე ვთქვათ, სამუშაო ფორმაში შესვლა, აი როგორც ვარჯიშის დაწყებისას, გაუხურებლად რომ დაიწყო მაქსიმალური დატვირთვით ვარჯიში, რაღაცას დაიზიანებ და უმეტესობა ადამიანები ზუსტად მაგას აკეთებს, რომ სამუშაო პირველივე დღეს რაღაცა საშინელებებს შეერკინება, ყველა ტასკს ერთად გაიტასკავს და მოკლედ უკვე იზიანებს, აი როგორც კუნძს დაიზიანებ, ეგრე იზიანებს. ამიტომ ახლა რა ვქნათ, მოკლედ ესე შევხედოთ რა. პირველი მე ესეთი გამოცდილებები დროთა განმავლობაში შევიძინე და ავტორებიც გვირჩევენ ამას, არის რომ შვებულებიდან გამოსვლამდე დაიწყეთ ნელ-ნელა გამოსვლა. მაგალითად, task-list-ის მოწესრიგება, კალენდრის მოწესრიგება შეიძლება იყოს დღეში 1 საათის სამუშაო შვებულების დასრულებამდე. ეხლა ყველას აქვს, რა თქმა უნდა, ეხლა პატარა ბავშვის დედისთვის უფრო რთული იქნება, ვიღაცისთვის ისა, მაგრამ დღეში 1 საათი რაღაც მომენტში რომ გამონახო ან დილასადრე ან გვიან რომ დაიწყო კალენდრის მოწესრიგება, task-list-ის მოწესრიგება პრიორიტეტების და გამოდის რომ პატარა დოზით უკვე ეს ინფორმაცია შენ თავში ბრუნდება და არა ისე რომ აი ორშაბათს inbox რო გახსნე გული გაგისკნეს, ხო? ამიტომ მოკლედ პირველი მე მაგას გავაკეთდი რომ ჩაუფენდი ასე ვთქვათ, აი ბოლო კვირა დაუშვა შვებულების, ან ბოლო 3-4 დღე, მე მაგალითად რაღაც პერიოდში ორშაბათი რომ ძიმე დღე არ ყოფილიყო, კვირას საღამოს 9 საათს წავიმუშავებდი, სუფთა აი task-list-ის და კალენდრის ამბავში და ორშაბათს უკვე რაღაცნაირად მორალურად მომზადებული ვიყავი, მახსოვდა ეს ისა რა. ერთი მოკლედ მაგას ვურჩევდი, რომ შვებულების ბოლოს ცოტა დათმეთ, ცოტა დრო და ეს შეგიმსუბუქებთ, ასე ვთქვათ, ამ გადასვლას. ეს არის ერთი რჩევა. მეორე რჩევა არის, რომ ეს გახსოვდეთ, რომ თქვენ ეს რესურსი, მოკლედ დატანილი ბატარეა, რომელიც შვებულებაში დაიტანა ამ კარგი რაღაცეებით, უნდა გეყოთ დიდხანს. და ამიტომ ახლა პირველივე კვირაში თავს თუ მოიკლავ, მეორე კვირაში ვერაფერს ვერ გააკეთებ, ანუ ეს burnout-ის გადაწვის რისკი არის ძალიან მაღალი მაგ პერიოდში. და ამიტომ ცოტა გავუფრთხილდი და მოკლედ ერთი რაც გამოვიგონე და ფლომასტერშიც გამოვიყენეთ, იყო რომ შვებულებიდან კი არ გამოვდიოდი ორშაბათს, შვებულებას ვიმთავრებდი პარასკევს, ერთი სამუშაო დღე მქონდა პარასკევი, მერე შაბათ-კვირა ბუნებრივად მოსდევდა და მერე უკვე ორშაბათს უკვე პარასკევიდან გამოსული ვიყავი. ანუ ფაქტიურად ეტაპობრივად გამოვდიოდი და რა ვიცი, მე მრავალი წელი ეგრე ვაკეთე და ძალიან მომწონდა, იმიტომ რომ აი ეს მოკითხვები, მიკითხვები რაღაცა პარასკევს თავზე არავინ არ დაგაყრის ყველაფერს რა. და რომც გითხრას დაუშვათ ნინომ რომ ანუ სანდრო ამაზე რა ვქნათ, იმაზე რა ვქნათ, ეთქვი რომ აი ორშაბათს ვიქნები, ანუ ფაქტიურად თავში ავტვირთავთ პრობლემატიკას და მე ეს შაბათ-კვირა კიდე ცოტას ამოისუნთქებ. ეს იქნება ჩემი მეორე რჩევა, თუ გამოვა რა თქმა უნდა. ეხლა ზოგი ადამიანი კონტროლი არ აქვს დიდად თავის შვებულებას. კიდე ერთი რასაც მინდა ხაზი გაუშვა, აქ მენეჯერსაც ველაპარაკები, ასე ვთქვათ, თავის თანამშრომლის მიმართებაში და თვითონ ადამიანსაც, რომ
ძალიან ბევრი ადამიანისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის და მშობლებისთვის, მცირეწლოვანი ბავშვების შვებულება არავითარი დასვენება არ არის. გადართვა არის, გარემოს შეცვლა არის, მაგრამ დამღლელია, ძალიან დამღლელია და რავი, სკოლაში რომ მიყავთ ჯერ წინა სასკოლო მომზადება, წარმოიდგინე ეს ყველაფერი. ჯერ მანამდე ეს ბავშვები გადიან სულ კედლებზე დადიან, ესე იგი ასაკის მიხედვით, ხო? და ამიტომ, მოგლედ მე რაც შევამჩნიე არის, რომ აი განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვები ვისაც ყავთ, იმას რომ კიდე პირიქით უბიძგო და უთხრა რომ ისქენი და დაასვენე შენი თავი რა, ანუ იმიტომ რომ ის მისი დასვენება არ ყოფილა, შეიძლება სხვების დასვენება იყო, მაგრამ მისი არ ყოფილა და ამიტომ აქ შემთხვევაში ვიტყვი რომ შენ თავს ეს უფლება უნდა მისცე რა. მოგლედ შენ სამსახურსაც ჭირდები გრძელვადიანად პროდუქტიული და ხალისიანი და ტანჯული და ფეხით დაბმული, რა ვიცი, თუ გამოცანა ციხეში ვართ, მაშინ სხვანაირად უნდა შევხედოთ ყველაფერს. ამიტომ ვიტყოდი, რომ განსაკუთრებით ვისაც ძალიან დატვირთული შვებულება ქონდა, ეგეთ შემთხვევებიც არის, შეიძლება ბავშვებთან სულ არ იყოს კავშირში, მაგრამ ადამიანი იყო რაღაცა მუსიკალურ ფესტივალზე და რა ვიცი 7 დღე ღამეს ათენებდა და ისა. მოგლედ დასვენების მერე ეგეთ ხუმრობა იყო, რომ ესე ისეთი შვებულება იყო, რომლის შემდეგაც შვებულება გჭირდებაო რა და ხდება ეგეთი რაღაცა და სამსახურმა კარგი თანამშრომელი ყველაფერს გააკეთებს საბოლოო ჯამში და შევადა თუ ის გრძნობს რომ შენ ხელს უწყობ ამ მომენტშიც მოკლედ უფრო მაგრა გადაიხდის ამას თავისი შემოქმედებითობით და თავისი იმით და ყველაზე მნიშვნელოვანი თანამშრომელი თითოეულ თქვენგანს ყავს თავის თავი ხო და გაურთხილდე სხვა თუ არ გიფრთხილდება შენ გაურთხილდე შენ თავს ახლა მაგდენი ჭყალებში ეშმაკობა კი ვიცით რომ ცოტა ასეთი საქმე აიღო, ცოტა გაწელო, ცოტა ნელა გააკეთო და რაღაცა და ეგ არის ჩემი შემდეგ რჩევა. მიდის მაკეთკენ რომ quick win-ებით დაიწყეთო რა. ანუ ისეთ რაღაცას მოკიდე ხელი, რომელიც გამარჯვება მალევე იქნება. ეხლა შენ რომ 1 სექტემბერს დაიწყო სამთვიანი პროექტი შარიან კლიენტთან, მოკლედ ეგ ძალიან მძიმე ის არის, იმიტომ რომ ისედაც ამ სტრესებში ხარ, ისედაც დაძაბული ხარ და ეგ ყველაზე რთული ისა. ამიტომ შენ ტასკლისტში აუცილებლად იქნება ბევრნაირი საქმე და თქვი რომ მე ჩემ თავს ახლა ვაჩუქებ რომ პირველ კვირაში 2-3 ისეთ რაღაცას გავაკეთებ რომ დავარეპორტებ რომ ესე იგი მეც შვიდად ვიქნები, კოლეგები შვიდად იქნებიან, აი შემონახული რაღაც დახლის ქვეშ შემონახული ისა. ესეთი შეიძლება იყოს რომ რა ვიცი, ეს გამახსენდა საიტის კარგი სტატისტიკა დაგხვდა და გამოიტანა ეს საიტის სტატისტიკა და უკვე ყველა აღფრთოვანებულია. ანუ შენ იმდენი მაგ მომენტში არ მოგიწია მუშაობა, მაგრამ რაღაცა გადმოყოლილი სიკეთეები იგივე აი early bird რეგისტრაციებზე რომ ბევრი ხალხი დარეგისტრირდა ტრეინინგებზე უკვე იმ თიმისთვის ეგ უკვე quick-win-ია რომ უკვე გამარჯვებით ვიწყებთ რა და ამის საშუალება სულ უნდა მივცეთ ჩვენ თავს ორ შაბათსაც ვრცელდება მაგრამ სექტემბრის აიშვებულების მერე იმაზე აუცილებლად ვრცელდება ეს არ ნიშნავს რომ დიდ პრიორიტეტებზე არ დაკონცენტრირდები მაგრამ შენ თავს მოკლედ აი ამოსუნთქვის საშუალება რაღაცნაირად უნდა მისცე და მათ შორის აი გრძელ საათებს არ გადავაბამდი პირველ კვირებში მაგას მაინც ვიზამდი რომ თქვა 6 საათზე თუ მთავრდება თუ 7-ზე და ავამთავრო და წავიდე და ეხლა ეს ბრალში შენი ჩაგდება თქვა უფროსია თუ კოლეგები შენაძლევ ამის საშუალებას რა ხო ანუ ფაქტიურად შენი თანხმობით ხდება რომ არა დღესვე და ღამე გავათიო და ბოლომდე დავრჩეთ და ეს არსად არ გაიქცევა არც სამსახური არსად არ გაიქცევა, არც პრიორიტეტები და შენ თუ useful ტიპი ხარ, საერთოდ არასდროს არ დამთავრდება საქმე რა. რაც მეც საქმეს გააკეთებ, მით მეც გადმოგიღებენ, ასე ვთქვათ, ახალი იმიდან და ამიტომ თავს მოიკლავ რა. მაგ თვალსაზრისით და არ გავიგოთ ესე რომ ეხლა მე ხო ჩემ კომპანიაზე ვლაპარაკობ, ძალიან მინდა რომ კარგად იყოს, ოღონდ გრძელვადიანად მინდა რომ კარგად იყოს და შენ რომ თავი მოგაკვლევინო, შეიძლება პირველ კვირაში რაღაცა 2 კაპიკი მეტი მივიღო, მაგრამ საბოლოო ჯამში გრძელვადიან პერიოდში ვერ მივიღო. მოკლედ ეს არის შემდეგი რჩევა. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა არის, რომ ჩვენ გვახასიათებს გადმოყოლილი საქმეები, რომ აი ივლისში რო ტასკლისტი დაწერე ან რაღაცა დოკუმენტები როგორ სტილში, ან კალენდარში ჩაყარე, ან მანდეიში ჩაყარე და რაღაცა პირველი ცდუნება არის, რომ სუფთა ფურცლიდან კი არ დაიწყო, გააგრძელო, სადაც გაჩერდი. ეგ არის ძალიან დიდი შეცდომა, იმიტომ რომ
ივლისში გატასკებული და გაკალენდარებული რაღაცეები არის ივლისის აზროვნების შედეგი და შენ ამდენი დასვენება იმითი არის კარგი, რომ საერთოდ მიხვდები, რომ ეს საერთოდ აღარ არის პრიორიტეტი, ის არის პრიორიტეტი და ასე შემდეგ. ამიტომ Agile-შიც ძალიან მიღებულია, ჩვენს გაგვიკეთებია ესეთი რაღაცა ფლომასტერში და ყველას ურჩევ აბსოლუტურად, რომ შეეცადოს, რომ წარმოიდგინოს, რომ ეხლა იწყებს სამსახურს. აი ამ თანამდებობაზე, ამ საქმეზე ეხლა აგიყვანეს და არავითარი წინა ისტორია არ აქვს, არავითარი ვალები არ აქვს. იმ ვალებს შეგახსენებენ, ნუ დარდობ. ესე იგი, თუ შენ რაღაცა გამოგრჩება, ვიღაცა შეგახსენებს და გეტყვის, რომ აუცილებლად გჭირდება ის რაღაცა, ხო? ამიტომ მე რითით ვიწყებ ერთ-ერთი და ამ შვებულების მერეც დავიწყე მართლა სუფთა ფურცლიდან ვიწყებ mind maps ვიყენებ როგორც tools, ახლა ვიღაცა ჩვეულებრივად წერს, ეს უფრო ეკომფორტება, ვიღაცა task list ხელით წერს, soft-ში წერს, Excel-ში და ასე შემდეგ. სადაც გეკომფორტება, ოღონდ სუფთა არსაიდან არ გადმოიწერო. აგას ისედაც პროდუქტიულობის ტრეინინგებში ჩვენ ვასწავლით, რომ რაც ბუნებრივად არ გახსოვს, ის არ ყოფილა შენი პრიორიტეტი. რა ეგრე არ არის, არავის არ ავიწყდება, შვილი რო ყავს და ოჯახი რო ყავს და რაც აინტერესებს, ის არავის არ ავიწყდება. ხო? ამიტომ სუფთა ფურცლიდან დაიწყე. ამ სუფთა ფურცლიდან რომ შექმნი დოკუმენტი, მერე გადახედე თუ გინდა იმ ივლისს, რომ რამე მნიშვნელოვანი ხო არ გამოგრჩა, რაც გადმოსატანია, მაგრამ იმითი არ დაიწყო, თორე ის იწყებს მერე შენი ტვინის იმას შეჭმას, ასე ვთქვათ, ხო? კიდევ ერთი ამ პროცესში, როდესაც საქმეებზე ფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია check-in-ებს ეძახიან პატარა შეხვედრები საკვანძო კოლეგებთან, შეიძლება მენეჯერთან, შეიძლება შენ თანაგუნდელთან, შეიძლება დამკვეთთან. ოღონდ კი არ ეუბნები, რომ უკვე დავიწყეთ ყველაფერი და ცოცხლე აინთო თამაში დაიწყო. არა, ეუბნები, რომ 15 წუთიანი გასაუბრება მინდა, მე რას ვფიქრობ, შენ რას ვფიქრობ და აი მანდაც იგივეს ვაკეთებთ, რომ პატარა light look-მით ვიწყებთ, რომ უკვე პირველივე შეხვედრა არ იყოს მკლავჭიდი და დიდი task list-ი და პროექტის გეგმის გავლა და ასე შემდეგ და ამ check-in-ზე ცოტათი ამოისუნთქავ რა, კეთილგანწყობას იგრძნობ, კარგად ვართ, კარგ ხასიათზე ვართ და იმისთვისაც ისიც შეიძლება შვებულებიდან დაბრუნებულია, ხო ეგეც საინტერესო кейსია და ეგეც განვიხილოთ, რომ ის თუ გადის და შენ თუ გამოხვედი, ის არის აი ამ ჩაფლული და უნდა გადმოგაყაროს თავზე და მან ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ გადმოიყარო, თორე ისევ ის გამოდის, ის შენი ივლისის task list-ის გადმოტვირთვა გამოდის. მე ძალიან ხშირად შემიდარებია, რაც თავიდან დავწერე სექტემბერში დაუშვა და ივლისში რაც დავწერე, ძალიან დიდი სხვაობებია. ანუ ჩვენ ეხლა ჩვეულებრივ შვებულებაში კითხვის საშუალება გაქვს, ფიქრის საშუალება გაქვს, ამოსუნთქვის რაღაცას ნახავ, უყურებ და გეცვლება პერსპექტივა. რა თან ჩვენ დროში ხა ივლისიდან სექტემბრამდე რა მთელი AI სამყარო გადაბრუნდა, მთელი პოლიტიკური სამყარო გადაბრუნდა, ყველაფერი გადაბრუნდა და ამიტომ ეს copy paste მოკლედ ცუდად მუშაობს და კიდევ ერთი რასაც ვიტყოდი არის რომ პატარა ნაბიჯები, მოკლედ მაგას project management-ში დევიდ ალენის მეთოდოლოგიაშიც არის, რომ შენ task list-ში არ უნდა იყოს რაღაცა დაუძლეველი ამოცანები. ანუ პირობითად წარმოვიდგინოთ, რომ ევერესტზე აპირებ ასვლას, არაფრით არ შეიძლება, რომ ევერესტზე ასვლა ეწეროს task list-ში, იმიტომ რომ გაშინებს გრანდიოზულ. იქ უნდა ეწეროს 3 ვიდეოს ნახვა ევერესტზე ასული იმების. ან რაღაცა ისეთი რა, მზესუმზირასავით. ან აპირებ, რომ ახალი გადაცემა გააკეთო, კი არ წერია task list-ში, რომ გადაცემა უნდა გავაკეთო. task list-ში წერია, რომ უყურო 3 მსგავს გადაცემას, ან ChatGPT-ს დაველაპარაკო რაღაცა იმაზე. ანუ პატარა ის უნდა ჩამოტეხო, ასე ვთქვათ, პატარა ნატეხი, რომლის გადაყლაპვასაც შედარებით ადვილად მოახერხებ და კი ისე ცოტათი უბრუნდები იმას, რომ ჯილდოები არ დაკავიტოს. ზოგადად ნებისმიერ პროდუქტიულობას და სტრესულ პერიოდში გეუბნებია, რომ პატარა ჯილდოები უნდა მიიღოს იმა რა. მაგალითად, მაგ პერიოდში შეიძლება ძალიან ერიდებოდე ტკბილს, თქვა მთელი წელი, მაგრამ უნდა უთხრა, რომ ეხლა კიდე ამ სექტემბერშიც, მამარხულებ და რაღაცა ეს პატარა სიხარულები, ასე ვთქვათ, კულინარიულია, ან, რავი, ალკოჰოლს ერიდებოდე, მაგრამ ცოტა საშუალება მისცე. მოკლედ, ისედაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ რაღაცა როცა არის ძნელი, იმასთან ჯილდოდ მიბმა ჩვენ ძალიან მიჩვეული ვართ მაგას ბავშვობიდან არის ის, რომ კი ეხლა
გამიჭირდება რთული ორშაბათი იქნება, მაგრამ ორშაბათს საღამოს რაღაცა დავждები და ფილმს უყურებ ან სერიალს უყურებ ან რაღაცას გავაკეთებ. მოკლედ აი ეს არის ჩემი სასწრაფო დახმარების მოსაზრება აი ამ შვებულებიდან გამოსვლის მომენტში.